ერთმა მდიდარმა კაცმა თავის მსახური ბაზარში გაუშვა თევზის მოსატანად. მოიტანა თევზი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თევზი გაფუჭებული იყო. ბატონი გააბრაზდა და მსახურს უთხრა: ან ამ თევზს შეჭამ, ან 100 ჯერ დაგარტყაო სასჯელის ნიშნად, ან 100 დირჰამს გადამიხდიო. მსახურმა შეუჭამ ბატონო, ყველაზე მარტივი გამოსავალი იპოვა თავის შუქით. მაგრამ ნახევარიც არ ქონდა შეჭმული იმ გაფუჭებული თევზის, რომ თავიც შეუძლოდ იქცნო და უთხრა: ბატონო, მე ამას ვეღარ გავაგზავნებ, თორე მოვკვდებიო და ისევ დამარტყიო. ალბათ 50 დარტყმა იქნებოდა უკვე მიღებული, რომ წაიქცა. ვეღარ გაუძლო და უთხრა: ბატონო, ფულს გადაგიხდი, ოღონდ აღარ დამარტყაო. წარმოიდგინეთ, მარტივი გამოსავლის ძიებაში მსახურმა ჭამა გაფუჭებული თევზი, გაილახა და ფულიც გადაიხადა ამაში. ახლა წარმოიდგინეთ, როცა რთულ სიტუაციაში ხარ. არა გამოუვალში, მაგრამ რთულ სიტუაციაში ხარ და თან მსახურობ არასწორ ბატონთან, ანუ მსახურები არასწორ საქმეს, შენთვის შეუფერებელს, ან იმ საქმეში ხარ, რომელიც შენი მოწოდება არ არის. და გიწევს, რომ მიიღო გადაწყვეტილების მიღება. იგნორი ხშირად პასუხია, მაგრამ არა გამოსავალი. მარტივი პასუხი ან მარტივი გამოსავალი ხშირად უფრო ძიმია, ვიდრე გამოუვალი მდგომარეობა. იმიტომ რომ მარტივის ძიებაში ხშირად საუკეთესო ვარიანტსაც გარგავ. თუ ფული უნდა გადაეხადა, რაღაცე ჭამა ის მკვდარი თევზი, გაფუჭებული თევზი და რაღაცე გაალახინა თავი, მაგრამ უნდა და მარტივად გამომძვრალიყო. ხშირად არჩევანი უნდა გავაკეთოთ ცუდსა და უარეს შორის. ჩემი აზრით, უბრალოდ ფულს გადავუხდი და მსახური სწორ შემთხვევაში სწორად რო ეფიქრა და საერთოდ გაერიდებოდა ასეთ ბატონს. როგორ ფიქრობ?